მეგობრებო, ახლა ჩვენ ვართ ატვერპენში. აი ნახეთ, ახლა ესაა მე-19 საუკუნის შენობა. ესენი არის მე-20 საუკუნის დასაწყისის შენობა და ასე შემდეგ. და ეს არის სულ ბელგიელები ცხოვრობდნენ. ყველა ბელგიელი ცხოვრობდა აბსოლუტურად. ხო, ახლა ეს ნახეთ, რომელ საუკუნეებში აშენებული, ნახეთ, ეს არის ძველი უბანი. და ცხოვრობდნენ მხოლოდ ბელგიელები. მეტი არ არის. ისე თავიდან მინდა ვთქვა, რომ არავის წინააღმდეგი და ემიგრაციის წინააღმდეგი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ აი მინდა რომ აი ეს საშიშროება დაგალახოთ. ამ წუთას აქ ერთი ბელგიელიც არ ცხოვრობს. ეს არის მთლიანად არაბული უბანი. ხო, გადაიღო. აი მთლიანად ეს არის არაბული უბანი. აქ არის ახლა ბელგიას ვერ ნახავ. ვერც მაღაზია შემოსულს, ვერც ისე შემოსულს, ვერც გავლენს. ნუ გავლენმა შეიძლება გეიაროს გზა. და აი ასეთ დღეში არის ბელგია, ანტვერპენი, როცა და თვითონ ნანობენ ახლა მოროკოელები, რომ შემეიყვანენ იაფი მუშახელი მშენებლობებზე, შახტებში სამუშაოდ და ასე შემდეგ. და ახლა ნახეთ. აი ამ საშიშროების წინაშე არის საქართველოც. ესენი აუცილებლად მოახერხებენ იმას, რომ იყვნენ ერთ უბანში კონსოლიდირებულები. ბელგია ახლა ასე თუ ისე ეკონომიურად ძლიერი ქვეყანაა ყოველ შემთხვევაში, სტრუქტურები მუშაობს და ნუ ახლა შანსი არა ახლა ეს მაღაზიები ქონდეთ და ფრანგული არ იცოდნენ ან ფლამანდიური არ იცოდნენ. შანსი არა ისე ას გაახსენებენ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მათ ბერკეტები აქვენ, ასე თუ ისე რაღაცნაირად აზიარონ ბელგიურ ცხოვრებას და ასე თუ ისე რაღაც დონეზე, მაგრამ მათაც აქვთ ეს პრობლემები. და ძალიან განიცდიან. ახლა ჩვენ წარმოვიდგინოთ საქართველოს. და თან რა მინდა რომ ვთქვა რა. დამავიწყდებოდა აი აქ ცხოვრები, ახლა ბელგიელები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ესენი ასა ემიგრაციაში არ წასულა. უმეტესობა წავიდა სოფლებში და გადასახდნენ უფრო კეთილმოწყობილ ადგილებში, უფრო მეტი თავისუფლად და ბედნიერად სადაზდომენ თავს. ჩვენთან პირიქით ხდება. ჩვენ გამოთავისუფლებული ადგილი, როგორც კი შეიქნება, სამუშაო იქნება, იგი თუ საცხოვრებელი, იმ წუთასვე მივდივართ ემიგრაციაში. და ჩვენ გავართ ახლა კატასტროფის წინაშე. მე ნამდვილად არა ვარ ემიგრაციის წინააღმდეგი, რაღაც რაოდენობის ემიგრაცია საქართველოს უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ემიგრაციის მიღება უნდა ახლა ირანში დედის აფეთქებები როა. ფერეიდნელი ქართველები ყავენ, ეგერ ქართული ენა აქვე შენარჩუნებული, შრომა უნგენს უყვარ და რავის ყველაფერი პატიოსდება. ხო და ფერეიდნელი ქართველები შემოასახლოთ, თუ მასე გვინდა, მანდავე ემიგრანტები და აფეთქებული. ფერეიდნელი ქართველები დავიწყოთ რა. ეს აი ნახეთ რა, აი ამ დღეში იქნება პატარა ხანში თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, დიდი ქალაქები. და ამას სხვადასხვა ეს არ მომხდარა აი დიდი 100 წელი და არ დაჭირებია. ესა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული პროცესები, უფრო 60-70-იანებში, თვითონ 30 წლის წინ ჩამოსულ ემიგრანტს რო ვკითხე, არაო, ამდენი არ იყო, კაცო. ესო ახლა ამ წლებში მოხდა ეს ახლა. ერთ ბელგიელს ვერ ნახავთ. და ნახეთ და ბიზნეს მარტო არის არაბულ თურქული. თუ ამას ქართული სახელი ეგენი უძლებენ. ჩვენ ვერ გავუძლებთ. ამიტომ არის ჩასართავი სოსი, გადარჩენის სიგნალი. მადლობ ყურადღებისათვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, არც არაბი მეზარება, არც შავკანიანი მეზარება შულებს ვიცავ და მეგობრების გავიჩინე უკვე აქ არის. მაგრამ εν რაოდენობით შემოდენება იქნება კატასტროფა და ეგენი აიძულებული არიან ფრანგული და ფლამანდიური ვისწავლოთ. ჩვენ მაგას ვერ ვაიძულებთ. ჩვენ იგიც ვერ მოახერხებთ სომხებს და აზერბაიჯანელებს, რომლებიც წლებია და საუკუნეა ცხოვრობენ ჩვენ ტერიტორიაზე, იმათ ვასწავლოთ იგი ქართული და ამას მოახერხებთ? მეტი არაა ჩემი მტერი. ამიტომ კიდევ ერთხელ დავფიქრეთ კარგად. მადლობ ყურადღებისათვის.